მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ მხატვრებზე საუბარს. დღეს მინდა ამერიკელ არტისტზე ჯეფ კუნსზე გესაუბროთ რა. ჯეფ კუნსი საერთოდ განსხვავდება სხვა არტისტებისგან. ის 1955 წელს დაიბადა ამერიკაში და საერთოდ სხვანაირად უყურებს ყველაფერს აბსოლუტურად. რადგან ის ცოტა გვიან მივიდა არტამდე, რასაც დღეს აკეთებს რა და 70-იანი წლების ბოლოს 80-იანი წლების დასაწყისში ბროკერათაც კი მუშაობდა. მაგრამ მან შექმნა საოცარი ინსტალაციები რა. ერთი ის რომ ძალიან ის გასაბერი ინსტალაციებს აკეთებს, ძალიან საინტერესოს, თუნდაც ნიუ-იორკში იყო ბალერინა, მისი ძალიან საკმაოდ დიდი უზარმაზარი ინსტალაცია, რომელიც შიგნით ჰაერი იყო, მაგრამ თითქოს ისე გამოიყურება, რომ ეს გასაბერი საერთოდ არ არის რა. ასევე პარიზში იყო, მე როდესაც ვიყავი 2023 წელს ხელი ყვავილებით რა. როგორც მახსოვს 2027 წლამდე უნდა ყოფილიყო ისე პარიზში რა. მისი ეს ინსტალაციები მოგზაურობს და საერთოდ ჯეფ კუნსის სახელს უკავშირდება უჟანგავი თონით სარკისებული ქანდაკებები, ინსტალაციები, რომელიც ასე გვახსოვს ძაღლი მისი ხო ერთ-ერთი გამოფენიდან. და მე მინდა კიდევ ასე თქვა ჯეფ კუნსთან დაკავშირებით, რომ არის არტში შემოიტანა რაღაცა სხვანაირი სიმსუბუქე, სხვანაირი ფორმით დაგვანახა ეს ყველაფერი რა. არტი გახადა თითქოს უფრო მსუბუქი, სიღრმისეული რაღაცები ჩადო, მაგრამ უფრო მსუბუქად დაგვანახა რა თავის ინსტალაციებით და ქანდაკებებით. მისი მიმდინარეობა უფრო პოპ არტთან არის ახლოს, მაგრამ უფრო ნეოპოპია რა, ესე რომ ვთქვათ. და ერთ-ერთი ჩემი საყვარელი არტისტია რა. მოკლედ ეს მინდოდა რომ ვთქვა ჩემო კარგებო, მადლობა ყურადღებისთვის, აბა დროებით.